ლებმა და იმერლებმა მომცა რისთვისაც მთელ იმერეთს დიდ მადლობას ვუხდი. ნამდვილად მადლობა იმერეთს. ძალიან თბილად მიგვიღეს. რამდენად კვალიფიციურები არიან თქვენი გაყიდვების მენეჯერები ელექტრომობილების კუთხით? აი უყურე როგორ არის მარიამ. ეს ელექტრომობილი მარტივი არ არის. აი თქვათ იყიდე და კარგად იყავი რაც გინდა ისქენი ესე არ არის. ჩვენ გვყავს აი უყურე როგორ არის. ჩვენ გვყავს ადამიანები რომლებიც გვისმენენ. მე ამათ ვასწავლით. ისინიც ჩამოდიან, პრაქტიკას გადიან და ადამიანს უნდა აუხსნა თუ რა აქვს ამ ავტომობილს. აი ჩვენ რომ ჩვენებურად, ქუჩურად რომ ვთქვათ, ნავაროტკებს რო ვეძახით. აი ავტომობილს იმდენი რამე აქვს, მე მაგალითად 3 დღე მინდა გავერკვიო ერთ ავტომობილს იმდენი რამე აქვს, ფუნქციები. და ჩემი გოგო ბიჭები ამას ყველაფერს უხსნიან მომხმარებელს და ჯერ არ ვყოლია ისეთი არ ყოფილა ისეთი შემთხვევა რომ ვინმე უკმაყოფილო იყოს ელექტრო და თუნდა ნებისმიერი სხვა საწვავის ავტომობილებით. დიდი მადლობა. მადლობა, ნამდვილად ძლიერი გუნდი გყავს და მადლობა მათ. როგორ ფიქრობთ, რადგან ელექტრომობილების გაყიდვა ბაზარზე საგრძნობლად გაიზარდა, საწვავის დისტრიბუტორები ცოტა ხომ არ განაწყენდნენ? უყურე როგორ არის. უნდა შეეგუონ, იმიტომ რომ რაც არ უნდა მოხდეს დედამიწის ზურგზე, აი ეს იმდენად მძლავრად წამოვიდა ელექტრომობილები და ხალხმა გაუგო გემო, რომ ეს არ შენელდება პირიქით. უფრო გაფართოვდება და ახლა როგორ არის იცით? საწვავზე მომუშავე ავტომობილების მეპატრონეები კი არა, თვითონ იმის საწვავის მეპატრონეები, რა თქმა უნდა, უკმაყოფილო იქნებიან, მაგრამ თავარია, კიდევ ვამბობ, ჯანსაღი კონკურენცია და საქართველოში იყოს ავტომობილები ელექტრო, იმიტომ რომ იმდენად ცუდია გამონაბოლქვი ჰაერის მიმართულებით, რომ ეს აუცილებელია და ამას კიდევ მეტი სახელმწიფოდან უნდა ხელი შეწყობა. მე რო ვიყო მაგალითად ხო სახელმწიფო 100-ჯერ უფრო მეტს შეუწყობდი ხელს, ვინც ელექტრომობილების ბიზნესს განავითარებს. ეს შვედეთში და მთელ ევროპაში და მთელ მსოფლიოში ესეა, რომ ყოველ დღე იზრდება ავტომობილების გაყიდვები და ხარისხიც. რაც იყო გუშინ, ის დღეს არ არის. რა თქმა უნდა. მადლობთ. მადლობა. და ბოლოს, რას ეტყოდით